გამარჯობა მეგობრებო, ეს არის თქვენი საყვარელი გადაცემის რიგით მეოთხე ეპიზოდი და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის იოანე ქვარიანი. მოგესალმებით. დღეს ჩვენ იოანეს ძალიან საინტერესო კითხვებს დავუსვამთ. ამიტომ გამოგყვებით ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დატოვება. უფროსები ხშირად ვერ უგებენ პატარებს. რა უფრო სკოლის მხრივ. დღეს ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ სკოლაზე. და მოსწავლეების სკოლის რეჟიმზე. როგორი უნდა იყოს მოსწავლის ერთი დღე სკოლაში? მადლობა მოწვევისთვის. იმედია საინტერესო იქნება ეს გადაცემა და არა მარტო ჩვენს თანატოლებს, არამედ უფროსებსაც დაინტერესებს. იმედია. მოდი გადავიდეთ შეკითხვაზე. როგორი უნდა იყოს მოსწავლის ერთი დღე სკოლაში? მოსწავლე მომზადებული უნდა იყოს საგაკვეთილო პროცესისთვის და კარგად უნდა იყოს განწყობილი მეგობრებთან. ძალიან კარგი პასუხია, მოკლე, მაგრამ დამაფიქრებელი და მოდი ესეც კითხვასაც შეგაპარებ. რას ფიქრობ სკოლაში ბულინგზე? სკოლაში ბულინგი ეს ძალიან ცუდი ქცევა და თანატოლებმა არ უნდა მიცეს თავის იმის უფლება, რომ სხვას დააჩაგვრიოს თავი. კარგი. ეხლა ძალიან საინტერესო კითხვას დაგისვამ. და ჩემი აზრით ეს ყველას დაინტერესებს და ეს უკვე შენ ინტერესებზე იქნება პასუხი დამოკიდებული. ერთი ადამიანის გაცოცხლება რო შეგეძლოს წარსულიდან 24 საათით. ვის გაცოცხლებდი? მე გავაცოცხლებდი დავით აღმაშენებელს, რადგან მე ძალიან მაინტერესებს თუ ის რას განიცდიდა ომის დროს და როგორ მიაღწია წარმატებებს. რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად? ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. და რატო? მე საგანი მასწავლის მარტივ გზებს. რა გასწავლა ამ 4 კლასმა, რაც შენ აქამდე გამოიარე? თითოეულმა საგანმა ჩემს განვითარებაში წვლილი შეიტანა და შეუწყო ხელი იმას, რომ მე განვითარებული ადამიანი ყოფილიყო. რას ნიშნავს იყო კარგი ადამიანი? კარგი ადამიანობა ნიშნავს სიკეთეს, ერთგულებას და თავდაჯერებულობას. როგორ უნდა ჩამოყალიბდე კარგ ადამიანად? კარგი ადამიანი უნდა იყოს კეთილი, თავდაჯერებული იმ საქმეში, რასაც ის აკეთებს, ერთგული და შრომელი და არ უნდა იზარმარწოს. ადამიანი უნდა იყოს მიზანდასახული. რა არის ის, რასაც უფროსები ვერ გვიგებენ? და ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად გავაგებინოთ ჩვენი წვლილი. უფროსებს არ მოწონთ, რომ ბავშვები დიდ დროს ატარებენ ტელეფონში, მაგრამ ბავშვებს ეს მოწონთ და სიამოვნებთ. გქონია თუ არა შემთხვევა, ბავშვი ხარ და იმიტომ არ დაგიჯერებს, მაგრამ მერე მართალი აღმოჩნდი. კი მქონია ეს შემთხვევა სკოლაში ბევრჯერ. ბოლოს ბავშვები მაინც მართლები აღმოჩნდით. მეგობარს როცა სწავლა უჭირს, რას ურჩევდი? მეგობარს როცა სწავლა უჭირს, რას ურჩევდი? მეტი დრო დაუთმოს სწავლას და მიზანი დაისახოს, რომ მას ეს შეუძლია. როგორ უნდა იმეგობრო კონფლიქტურ ბავშვთან? უნდა დაუდგე თბილად და შვიდად და თბილად უნდა გააგებიო შენი სათქმელი. ჩემი წუხილი თბილად და გასაგებად უნდა აუხსნა. კარგი. ჩემი აზრითაც ეგეთი მიდგომა სჭირდება და არ უნდა იყოს მეგობრობაში მუქარებიან რაღაც ეგეთი.
ისე მუქარებზე რას ფიქრობ, როცა უფროსი ემუქრება ბავშვს? ეს არ შეიძლება, რადგან ბავშვი ფიქრობს იმას, რომ მშობლებს არ უყვარს და შეიძლება ბავშვს შიშებით გაუვითარდეს. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო. იმედია მოგეწონათ ჩვენი გადაცემა და არ დაგავიწყდეთ ბოლოს ლაიქების დატოვება. ნახვამდის. ნახვამდის.